ჭიათურა-ხვაშეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს სამუშაოებს კი ქართული კომპანია კავკას ავტომაგისტრალი აწარმოებს. ეს პროექტი ძირითადად მოიცავს ორ ეტაპს. პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულდება წელს, მეორე ეტაპი ალბათ მომავალ წლისთვის. წელს არის 1.350.000 ლარის სამუშაოები გასაკეთებელი. ეს სამუშაოები უნდა დამთავრდეს დაახლოებით 3 თვეში და ალბათ ეგრეც იქნება. არის რაღაც პატარა პრობლემები, ჯერჯერობით აგერ იმიტომ შეიკრიფნენ, რომ საპროექტო გადაწყვეტილებებს პატარა ცვლილებები შეიძლება დასჭირდეს. ორი ხიდია, რომელსაც სერიოზული შეკეთება სჭირდება და პროექტში ეთქობა ვერ გაითვალისწინეს და ამაზე არის საუბარი, რომ ეს უნდა დაზუსტდეს და ალბათ ეს 2-3 დღეში გადაწყდება. მევლოდ დავითაშვილის ინფორმაციით გზის მშენებლობის პირველი ეტაპი სავარაუდოდ 3 თვეში დასრულდება. მოსახლეობას ამ პერიოდში შემოვლითი გზით სარგებლობა მოუწევს. მომენტში აუცილებელი ასფალტის დაგების დროს, იმიტომ რომ აქ მოდის 5 მეტრას სიგანის ასფალტო-ბეტონის საფარი კეთდება. აქ რო დადგება ასფალტო დამგები 5 მეტრას სიგანით გაშლილი ასფალტო დამგები, მანქანა აქ ვერზე ვერ გაივლის, იმიტომ რომ საკმაოდ რთული რელიეფია, თქვენც რომ ხედავთ. საკმაოდ რთული გზაა გასაკეთებლად. და ამიტომ ამ პერიოდში, როცა ასფალტის დაგება იქნება, მე მგონი რომ დავკეტავთ გზას. დროებით ეს იქნება ალბათ ძალიან მოკლე პერიოდები, თქვათ 3 დღეს დაიკეტება, მერე გავუშვებ. ჭიათურა-ხვაშეთის საავტომობილო გზა რამდენიმე სოფელს ემსახურება. ძალიან დიდი პრობლემა იყო გზა, ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის გზა იყო. და ეხლა ძალიან დიდი იმედია და ძალიან დიდი სიხარულია, რომ ეს გზა კეთდება. გზა ყოველთვის კეთდებოდა, მაგრამ ზნიაღურების შედეგად აიმათ ფუჭდებოდა ისე და ძალიან მოხარულები ვარ, რომ კეთდება გზა. გზა არის პირველი სოფლისთვის, მოსახლეობისთვის. რეგიონში განსახორციელებელი პროგრამის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჭიათურა-ხვაშეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. აქ კონკრეტულად ამ მონაკვეთზე, რომელიც გულისხმობს შიდა სარგებლობის მუნიციპალური გზის გაკეთებას, ბოლოს ეს გზა 90-იან წლებში გაკეთდა. წელს 5 კილომეტრზე მეტი გზა გაკეთდება აქ და 1.4 ლარამდე არის გამოყოფილი ამ გზის რეაბილიტაციისთვის. სრულიად ახალი გზა კეთდება, გაფართოვდება. დავით ნარმანიამ ჭიათურაში ყოფნისას საჩხერე გომის გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრა. ხოლო რაც შეეხება გომის საჩხერის მონაკვეთს, იქ კონტრაქტორ კომპანიას ჰქონდა გარკვეული პრობლემები, რომლის შემდეგაც კონტრაქტორი ჩაენაცვლა. მიმდინარეობს პირველი და მეორე ფენის გაკეთება ამ ეტაპზე, ხოლო სექტემბრის ბოლოსთვის სრულად უნდა იქნას ძირითადი სამუშაოები დასრულებული ამ გზის მონაკვეთზე. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთხოვნა ჩვენი რაც არის სხვა მოთხოვნებთან ერთად არის ის, რომ ხარისხი იქნას შენარჩუნებული და ხარისხიანი გზა გაკეთდეს, ლაბორატორიულად გადამოწმდება ყველა შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების ხარისხი, ხოლო მეორე მოთხოვნა ეს არის პროექტების დროულად შესრულება. ვფიქრობ, რომ ორივე პროექტი ჩაეტევა ძირითად გეგმა გრაფიკში, რაც კონტრაქტით არის გათვალისწინებული. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი მიიჩნევს, რომ გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები შეუქცევად ხასიათს მიიღებს. მოგეხსენებათ, რომ ეს არის წელს მიმდინარე პროექტები, რომელიც უკვე მთავრობიდან დამტკიცებული გვაქვს მთლიანობაში 3,5 მილიონი და აქედან ნაწილი მოხმარდება, რა თქმა უნდა, 1,400,000 ჭიათურა-ხვაშეთის მიმართულებით გზის რეაბილიტაციას. წელს უკვე აქტიურად თქვენს ნახეთ, რომ დაიწყო ეს სამუშაოების შესრულება. 5 კილომეტრი და 600 პირველი ეტაპი, რაც არის გათვალისწინებული, წელს უნდა დასრულდეს და მეორე ეტაპიც გაგრძელდება აუცილებლად გაიცადა ჩვენ მოსახლეობას, რაც შევკვირდით, აუცილებლად მივართ იმ დანიშნულებამდე, რომელიც რა თქმა უნდა მოსახლეობის ინტერესში და ჩვენს ინტერესში და შედით. პროექტის განხილვისას ცნობილი გახდა, რომ მასში არ არის გათვალისწინებული ორი დაზიანებული ხიდის შეკეთება. მინისტრის თქმით, ეს საკითხი უახლოეს მომავალში განიხილება და პროექტში შესაბამისი ცვლილებები შევა. შესაძლოა პროექტი ტექნიკურად დაზუსტდეს, იმიტომ რომ მშენებლობის პროცესში გარკვეული ტიპის პრობლემები იჩენს ხოლმე თავს, რაც პროექტირების დროს შეიძლება ვერ იქნას გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობა გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ
მშენებლობის დროს პროექტი დაზუსტდეს იმისათვის, რომ უფრო უკეთესი შედეგი მივიღოთ. პროექტის დაზუსტება ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვთანხმდებით, თუ ეს იწვევს ხარისხის გაუმჯობესებას, თუ ეს იწვევს ამ პრობლემის უფრო მეტად მოგვარებას, რასაც ემსახურება ეს პროექტი. სხვა შემთხვევაში, როგორც წესი, პროექტში ცვლილება არ არის მიზანშეწონილი, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი იქნება აუცილებლად განხილული, როცა დააყენებს ამას მუნიციპალიტეტი. ჭიათურა-ხვაშეთის გზის მშენებლობის მეორე ეტაპი 2014 წელს დაიწყება.